მწერალთა სახლში დღეს იმართება დისკუსია ფილანთროპიის შესახებ და ზუსტად პირდაპირ მის სარაჯიშვილის კვირაელს, იმიტომ რომ აქ ჩვენთან სახლში გამართულ გამოფენაზე წარმოდგენილია სარაჯიშვილის, დავით სარაჯიშვილის სტიპენდიანტები, ადამიანები, რომლებმაც სხვადასხვა დროს მიიღეს სარაჯიშვილის მიერ დაწესებული სტიპენდია. მე ვფიქრობ, რომ სწორედაც რომ ძალიან ასე ვთქვათ ადეკვატური იყო აი დავით სარაჯიშვილის საიუბილეო დღეებში ზოგადად ფილანთროპიაზე და ქველმოქმედებაზე დისკუსიის გამართვა მწერალთა სახლში, რათა სივრცე მიგვეცა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც უკვე წლებია მუშაობენ ფილანთროპიის კანონზე და ძალიან სამწუხაროა, რომ ჯერჯერობით ჩვენი ხელისუფლება და პარლამენტი რაღაცნაირად გულგრილია და არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ ეს კანონი იყოს მიღებული. შესაძლოა ბევრ ქვეყანაში მართლაც არ რეგულირდებოდეს ფილანთროპიის საკითხები კანონით. აქ იყო ფილმშიც ხო ამერიკის მაგალითი, რომელიც არის მართლაც ყველაზე საიდანაც პრინციპში ფილანთროპია დაიწყო და ქვეყანა რომელსაც უზარმაზარი ტრადიცია აქვს, იქ კანონი არ არსებობს. მაგრამ ძალიან მარტივია როგორც ის რეგულირდება. არსებობს საგადასახადო კოდექსი, არა, შეგავთ კი არა, საგადასახადო კოდექსი, ხო, რომლის მიხედვითაც ის მიხედვით თუ რა ტიპის არის ის, რა ქველმოქმედება, ყველას აქვს დაწერილი რა შეღავათია და როგორ არის. ანუ როგორ ოპერირებს, არის ძალიან მარტივი. აი თუ გინდა რომ იყო ფილანთროპი და ჩახედავ, აი ძალიან მარტივად მიხვდები. გამოვიწყოთ სამწუხაროდ არ მივიღეთ არ არის განსი კონკრეტული რჩევები ან მოსაზრებები გარდა ფინანსთა სამინისტროსთან, რომელსაც ცალკე შევხვდით და კიდევ ერთხელ გავიარეთ და ზეპირ საუბარში ვერანაირი არგუმენტი ვერ მოიტანეს იმის საწინააღმდეგოდ, რომ კონკრეტული ცვლილებები შეგვეტანა ამ და თვითონაც ვერ თქვეს ვერაფერი, რომ კონკრეტული ცვლილებები შეგვეტანა ამ კანონში. დავიწყეთ მუშაობა ჩვენ 2011 წლიდან. კანონის სახე მიიღო მან 2012 წლის ზაფხულში, პირველად საქართველოს პარლამენტში შევიდა ინიციება მოხდა 2012 წლის ივლისში, უკაცრავად 2013 წლის ივლისში და ძირითადი კონცეფცია ამ კანონის მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფომ უნდა აღიაროს, ასე ვთქვათ, სამოქალაქო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება როგორც აქტიური და მნიშვნელოვანი მოთამაშე ქვეყნის განვითარების პროცესში და ასე ვთქვათ, მოახდინოს იმ სისტემის ჩამოყალიბება კანონმდებლობის დონეზე, რომელიც ასე ვთქვათ, ხელს შეუწყობს ამ სექტორის განვითარებას და მის ასე ვთქვათ სტაბილურ ესე უყვართ სიტყვა მდგრად მუშაობას შეუწყობს ხელს, აი ამაში მდგომარეობს და ჩვენ ამას ვუწოდებთ, აი ამ მუშაობას ვუწოდებთ სწორედ აი ამ საინტერესო ტერმინს ფილანთროპია სოციალური სამართლიანობისა და მშვიდობისათვის. კანონი არავის არაფერს არ ავალდებულებს, ეს იქნება უბრალოდ შექმნილი სისტემა, რომელიც ერთი მხრივ სამოქალაქო სექტორს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს გახდის ანგარიშვალდებს მოქალაქეების წინაშე, ქვეყნის მოქალაქეების წინაშე და ასევე ქვეყნის მოქალაქეებს, როგორც თითოეულ ინდივიდს, ანუ გადასახადის გადამხდელს, ასევე ქვეყანაში მოქმედ ბიზნეს კომპანიებს მისცემს საშუალებას, თუ კი მათ ამის სურვილი გაუჩნდებათ, ანუ ეს არ არის ვალდებულება, ეს იქნება მათ ნებაზე დამოკიდებული და მათ აქვთ მაგალითად რაღაც გარკვეულ სოციალურ საკითხებზე, როგორ თქვა, გული შესტკივა, თან ფიქრობენ, რომ რაღაც სოციალური საკითხი უფრო მეტად არის სამუშაო და ისინი ანუ ფიქრობენ ამაზე, მათ შეძლებათ მაგალითად აი რეესტრის საშუალებით, რომელიც ერთი მხრივ აი ამ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, აი ამ რეესტრის საშუალებით მოიძიონ აი ამ სფერო, რომელიმე სოციალურ პრობლემაზე მომუშავე ორგანიზაცია და მათ ასე ვთქვათ დაეხმარონ სხვადასხვა სახით და ეს სახეები არის გათვალისწინებული.